რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ეს ვიდეო ორჯერ ჩავწერე. პირველად ვიწინასწარმეტყველე, რომ პროჭორილელები თავს მოიჭრიდნენ 9 მაისის გამო. მაგრამ 9 მაისს რეალურად ისეთ იქნეს, თავი ჯერ მოიჭრეს და შემდეგ სანაგვეზე მოისროლეს, მაინც არ გჭირდება აწიო. ხო და თავიდან მომიხდა ახლა ორი სიტყვის თქმა. 9 მაისს ქვეყანამ თითქოს დაისვენა. თითქოს დღესასწაულა სინამდვილეში კი ისევ დავით დარაბასა და გინებაში ჩაერთო. ამჯერად ოპოზიციის გამოჩენაც არ დასჭირდა. თელს მსოფლიოს დასწო. პირველ რიგში რა თქმა უნდა ევროპას. საბაბი მაისისთვის დღესასწაულების სწორი განმარტება. ჩავხედოთ საქართველოს ოფიციალურ კალენდარს. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ჰქვია. იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეს საბჭოთა ტრადიცია დამოუკიდებელ საქართველოში აღადგინა, საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. მაინც ძველი კომუნისტი იყო შევარდნაძე რა. ხელისუფლებას, რომელმაც ეს საბჭოთა ტრადიცია შემდეგ აღარ გააუქმა, იმას საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. თურმე ზედმეტად უფრთხილდებოდა ინტელიგენციის აზრს სააგაშვილი. ხელისუფლებას კი, რომელიც ამ სახელწოდების დღესასწაულს არ აუქმებს დღეს, უკვე თავისი განსაკუთრებული მოტივები აქვს. მაინც, რომ ვიცოდეთ, 9 მაისს როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საქართველო აღნიშნავს რუსეთთან, ბელარუსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და 5 ცენტრალურ აზიურ ქვეყანასთან ერთად. 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან 5-მა უკვე თქვა უარი ამ დღის დღესასწაულობაზე. მათგან ბოლოები გახდნენ უკრაინა და მოლდოვა. მიხვდებოდით დიდი რუსული ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში. ჩარშან ვიხილეთ 9 მაისს, როდესაც ერთი სიტყვა არ დასცდენია ევროკავშირის ერთს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300,000 ქართველის შესახებ, რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიგო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა. ჯერ მსხვერპლზე აუცილებლად. დიახ, ამ ომში 700,000 ქართველი იბრძოდა. ყავისფერი ჭირის წინააღმდეგ, როგორც ამბობდნენ ხოლმე. ეს ვიცით. ამას ხსოვნა და ცოდნა სჭირდება. ისევე როგორც ცოდნა და ხსოვნა სჭირდება, რომ მათგან 300,000 ვეღარ დაბრუნდა. ღიმილის ბიჭა დარჩა. ხომ ძალიან ბევრია, ძალიან. იმდროინდელი მოსახლეობის 8.3%. ახლა კი მოდი მეცნიერებს მოусმინოთ, რამდენი ადამიანი დაკარგეს სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა. ბელარუსმა დაკარგა ყოველი მეოთხე მცხოვრები და კიდევ მეტი, 2.300,000-მდე. უკრაინამ 2.850,000, ანუ 16.3%. ლატვიამ 13.7%. იტყვით ეგენი მთლიან დაპყრობილი იყო და მშვიდობიანი მოსახლეობაც ბევრი გაწყდაო. კი, ასე იყო ზუსტად. მაგრამ მსხვერპლის პროცენტული რაოდენობით მეოთხე ადგილზე იცით ვინა? სომხეთი. სადამდეც ფრონტს ნამდვილად აღარ მიუღწევია. 13.6%. მერე მოდიან ლიეტუვა და რუსეთის ფედერაცია 12.7%. მერე აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი და ამათ შემდეგ არის უკვე საქართველო. კიდევ ერთხელ პროპაგანდონების გასაგონად. მსხვერპლის დაკნინება რომ არ დამაბრალონ. 300,000 ძალიან ბევრია. 8.3% ძალიან ბევრია. მაგრამ სხვა რესპუბლიკების მსხვერპლი ობიექტურად, აი მეცნიერულად მეტი იყო. ამათგან დიდი ნაწილი, მათ შორის ბაბუაჩემის ძმა, ქერჩში დაიღუპა. იდიოტმა მეთაურებმა დაუღუპეს, რომლებმაც დესანტის ოპერაცია ვერ დაგეგმეს და უამრავი ადამიანი ზღვაში ჩაახჭეს, ისე რომ გერმანელი არ უნახავთ საერთოდ. ამას ცოდნა და ხსოვნა სჭირდება. მაგრამ იმასაც სჭირდება ცოდნა და ხსოვნა, რომ იმ 700,000 გაწეულიდან 40,000-მა ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ფორმა და მხარე გამოიცვალა და ვერმახტში ჩაეწერა. ზოგი მეტი მზადყოფნით, ზოგი არჩევანის არარსებობის გამო. მაგრამ ფაქტია, ეს ქართული შენაერთები, ქართული დროშებით, ხავს უსვამ ქართული დროშებით, წითელი ჭირისგან საქართველოს გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. და მოდი პირდაპირ თქვათ, კიდევ საკითხავია, ვინ მეტი უბედურების მომტანი იყო საქართველოსთვის, ჰიტლერი თუ სტალინი, თავიანთი გამგრძელებლებით. ამ კითხვას პასუხი არ აქვს. ნაცისტები ისე დასრულდნენ, რომ არ ჰქონდა დამუშავებული და მწყობრი პოლიტიკა ქართველებთან დაკავშირებით. ყველა ერს ჰიტლერი თავისებურად უდგებოდა, როგორც ამბობენ, პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებას ითვალისწინებდაო. იმ ომში კი ბოლოს 1918 წელს საქართველო გერმანიის მოკავშირე იყო. და აი ამაზე დაყრდნობით თეორიულად შეიძლება უფრო მობიერი ყოფილიყო ჩვენთვის. მაგრამ ეგ არავინ იცის და ვერავინ არასოდეს გაიგებს. და სტალინი რომ სისხლი ტანჯვა და უბედურება იყო, ეგ კი ყველა მიცის. გრიშა ონიანმაც კი უბრალოდ აღიარება არ უნდა.
40,000 ადამიანი ვერმახტში საერთო ჯამში გაწეული 700,000-ის 5.71%-ია სტატისტიკისთვის. ხო, ეს ხალხი იყო ვერმახტში. ანუ ნაცისტი იყო, ფაშისტი, აი პაპუაშვილისა და მარგო სიმონიანის ლექსიკონით. ბატონო ელჩო, გილოცავთ ევროპის დღეს. რობერტ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს ევროპის დღეს ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლის თავისუგულოებელყოფა. და სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. ახლა კი სხვა ფაქტები. ასევე მეცნიერული, რომელთა მანიპულაციასაც პროჭორულელები ცდილობენ. დავიწყოთ იმით, რომ 9 მაისს ფაშიზმი არ დამთავრებულა. ამ დღის დამწესებლები გერმანულ ნაციზმს გულისხმობდნენ, მაგრამ საბჭოთა პერიოდის უფრო აქტიური კლიშე სიტყვა ფაშიზმი იყო, ამიტომ დაარქვეს ასე. გერმანიამ კაპიტულაციას ხელი ორჯერ მოაწერა. ერთხელ 7 მაისს დასავლელი მოკავშირეების წინაშე, მეორედ კი 8 მაისს უკვე საბჭოთა კავშირის წინაშე. მთელი ამბავი ის არის, რომ ეს 8-ში ღამე მოხდა და მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი დადგა, ამიტომ საბჭოეთმა 9 რიცხვი არჩია. ოღონდ ეს ყველაფერი ტექნიკური დეტალებია. ჩემი კითხვა კი უფრო ზოგადია. როდემდე შეიძლება ერთი ომის წლისთავის აღნიშვნა? კი, დიდგორის აღნიშვნა შეიძლება 9 და 10 საუკუნის შემდეგაც, მაგრამ ის მაინც სახალხო დღესასწაულია და არ არის წითლად შემოხაზული კალენდარში. და რატომაა გაფერადებული 9 მაისი? 9 მაისი აღნიშნავს არა ომის დასრულებას, არამედ ერთი კონკრეტული ქვეყნის კაპიტულაციას. ომი კი მეორე მსოფლიო ომი. ამის შემდეგ კიდევ 4 თვე გაგრძელდა და მხოლოდ 1945 წლის სექტემბერში დასრულდა იაპონიის კაპიტულაციით, რომლის წინააღმდეგაც 1,5 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი იბრძოდა. ახლა იმედია არავინ იტყვის, რომ იმ 1,5 მილიონში ქართველი არ ერია და ეს ისევე არ იყო ჩვენი ომი, როგორც იქამდე ომი გერმანიასთან. ნაციზმზე და არა ფაშიზმზე გამარჯვებას მთელი მსოფლიო აღნიშნავს 8 მაისს, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ჩვენ რა თქმა უნდა შევდივართ ამ გამონაკლისში, რა კი საერო კალენდარიც რუსულზე გვაქვს გასწორებული და საეკლესიოც. და არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღესაც არ სურს პროჭორულელს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ნაციზმზე გამარჯვების დღე უწოდოს და 8 მაისზე გადმოიტანოს. იმიტომ რომ 9 მაისს მაშინ ევროპის დღის აღნიშვნა მოუწევს მთელს ევროპასთან ერთად ევროკავშირის დაბადების დღისა და მოუწევს მისვლა ევროკავშირის ელჩობის ორგანიზებულ დღესასწაულზე, რომელზეც ახლა უბრალოდ არ წავიდა და მოიტყვა მოსაწვევები არ მოგვიღიაო. ასე დროს მთავრობა არის ან მიწვეული, ან არ მონაწილეობს. ხო, ძალიან მარტივად არის საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეუფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის. ნაციზმის, არა ფაშიზმის დამარცხების თარიღის გადმოტანითა და 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნით პროჭორულელს მოუწევს იმის თქმა, რაც ზარავს. მოუწევს უამრავი სიკეთის ხსენება, რომელზეც ნებით ამბობს უარს. მოუწევს ლაპარაკი შუმანის დეკლარაციაზე, მიხეილ მუსხელიშვილზე, გაერთიანების დედა აზრზე, შემდეგ ჩამოვარდნილ მშვიდობაზე, ქვეყნებს შორის საზღვრების გაუქმებაზე, სრულად არნახულ ეკონომიკურ აყვავებასა და ერთობაზე, რომლის წევრობასაც დღესაც მრავალი ქვეყანა და ერი ესწრაფვის. რუსეთის, ბელარუსისა და სამწუხაროდ საქართველოს გარდა. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. Я помню ваши гадациями, да.